ტრამპმა შიში დათესა მას შემდეგ, რაც ირანმა სცადა ომანი კარიბჭედ გამოეყენებინა და ტერორისტული დაჯგუფება ჰუთები საფრთხედ წარმოეჩინა საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. ამ პარასკევს 2026 წლის 5 ივნისს ვაშინგტონმა გამოავლინა სუა, რომელიც მოლაპარაკებას შეიძლება სასტიკ მახეთ გადააქციოს სპარსეთის ყურეში. ირანის ტერორისტული რეჟიმი ცდილობდა სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლიდან თავის დაღწევას სხვა ფრონტის გახსნით, არა მხოლოდ გემებითა და დრონებით, არამედ ბანკებით, სავაჭრო მარშრუტებით, ზეწოლით ომანზე და იემენში მილიციების მუქარით. დონალდ ტრამპმა მკაცრად იმოქმედა, რადგან მიხვდა, რომ ნეიტრალიტეტი, რომელიც თეირანის სასარგებლოდ გამოიყენება, მთელ რეგიონს საფრთხეს უქმნის, რაც ცდილობდა ირანი დაემალა. რატომ გახდა ომანი ცენტრალური ფიგურა? როგორ წარმართა ტრამპმა ეს ახალი ომი? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და მოკლე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ტრამპის ადმინისტრაციამ ომანი განგაშზე დააყენა მას შემდეგ, რაც გაჩნდა ნიშნები, რომ თეირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემებზე გადასახადის დაწესებას აპირებდა. ირანის იდეა მარტივი და საშიში იყო. ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ უკვე დააწესა სანქციები ეგრეთ წოდებული სპარსეთის ხურისსრუტ ადმინისტრაციაზე, რომელსაც ვაშინგტონი რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულ სტრუქტურად მიიჩნევს. გადასახადების ამოსაღებად, გემების მარშრუტის განსასაზღვრად და ხომალდების ინსტრუქციების შესრულების იძულებისთვის, საბოლოოდ კი ადამიანებზე და სერვისებზე. რეჟიმი ცდილობდა ზღვის ახალ წესს შექმნას. თითქოს მას შეეძლო გადაეწყვიტა ვინ გაივლიდა, რამდენს გადაიხდიდა და ვისი ნებართვით. ტრამპისთვის ეს დიპლომატია არ არის. ეს ნამდვილი შანტაჟია ნავთობის, გაზის, ვაჭრობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. ამიტომ გაფრთხილება მკაცრი იყო. ნებისმიერი მხარე, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდა ამ საფასურის ამოღების მცდელობაში, შეიძლება დასჯილიყო. ომანმა მიიღო ეს შეტყობინება, რადგან ის ამ დისკუსიის ყველაზე მგრძნობიარე ზონაში მდებარეობს და იმიტომაც, რომ მისი პოზიცია ყოველთვის გამოიყენებოდა როგორც ხიდი ამერიკელებსა და ირანელებს შორის. ომანმა სცადა სწრაფად ჩაეკრო ხანძარი. საფინანსო მდივანმა სკოტ ბეზანტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში ომანის ელჩთან ისაუბრა და მიიღო გარანტია, რომ სულთანატი ჰორმუზის სრუტეში გადასახადის დაწესებას არ გეგმავდა. ეს უკან დახევა აჩვენებს ზეწოლის ეფექტს. მან ომანი აიჯულა აეხსნა თავისი პოზიცია მანამდე, სანამ ირანის გეგმა რეალობად იქცეოდა და უკვე შემდგარ ფაქტად ჩამოყალიბდებოდა სპარსეთის ყურის გულში. ირანმა სწორედ ამ ხარვეზის გამოყენება სცადა. წლების განმავლობაში ომანი შუამავლის როლს ასრულებდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის რთულ მოლაპარაკებებში. ეს პოზიცია სულთანატს ნეიტრალიტეტის იმიჯს აძლევდა. მაგრამ ნეიტრალიტეტი ეკონომიკური და საზღვაო ომის პირობებში შეიძლება არასწორი მხარის დაფარვად იქცეს, როცა სანქცირებული რეჟიმი არხს სუნთქვისთვის იყენებს. სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან კონფლიქტი დიპლომატიური ველის ფარგლებს გასცდა და ომანის ყურეში გადავიდა. ირანმა ამ პარასკევს განაცხადა, რომ აშშ-ს სამხედრო გემების წინააღმდეგ გამაფრთხილებელი რაკეტები და დრონები გაუშვა. ამერიკის საზღვაო ძალები კი სანქცირებულ ქსელებთან დაკავშირებულ გემებსა და ნავთობტანკერებს აჩერებს. ვაშინგტონმა კი თავის მხრივ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანეში ოპერაციის ფარგლებში, რომლის მიზანიც ირანის მხარდამჭერი უკანონო ქსელების შეჩერებაა, უპირო და სანქცირებული გემი შეაჩერა. სწორედ აქ ჩნდებიან ჰუთები. იემენიდან საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე ახალი ფრონტის გახსნის მუქარა სუფთა ძალის დემონსტრაციას არ გავს, არამედ უფრო ომის ფასის გაზრდის მცდელობაა. ჰუთები უკვე გამოყენებულნი იყვნენ წნეხის ბერკეტად წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ და რეგიონული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თუ ისინი კვლავ გამოიყენებიან უფრო დიდ კრიზისში, საუდის არაბეთი შეიძლება კვლავ შეეჯახოს სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმებს, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროები შეიძლება დრონებისა და რაკეტების სამიზნედ იქცეს. ირანის მიზანი, რა თქმა უნდა, იქნებოდა თეირანზე ზეწოლის მოხსნა და სპარსეთის ყურის ქვეყნების დაშინება. ჰუთები, ასევე ცნობილი როგორც ანსარ ალა, იემენის ტერორისტული და შეიარაღებული ჯგუფია, რომელიც ირანის ღერცთან არის დაკავშირებული და აკონტროლებს დედაქალაქ სანას და ქვეყნის ჩრდილოეთის დიდ ნაწილს, სადაც იემენის მოსახლეობის დაახლოებით 60-65% ცხოვრობს. ისინი გაძლიერდნენ 2000-იან წლებში აიღეს სანა 2014 წელს და დაამხეს საერთაშორისო დონეზე ავიარებული მთავრობა. 2015 წელს, რამაც გამოიწვია საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ ხელმძღვანელობით სამხედრო ჩარევა. დღეს ისინი ძირითადად მოქმედებენ იემენში, წითელ ზღვაში, ადენის ყურეში და ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან ახლოს, რომელიც მსოფლიო ვაჭრობისთვის სასიცოცხლო მარშრუტია. ჯგუფმა უკვე გაუშვა დრონები და რაკეტები საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ისრაელისა და წითელ ზღვაში მყოფი სავაჭრო გემების წინააღმდეგ.
ამის შედეგად საზღვაო მარშრუტები იცვლება, იზრდება ხარჯები და პირდაპირი ზეწოლა ხდება გლობალურ ვაჭრობაზე. ამიტომ, როდესაც ირანი ჰუსიტების გააქტიურებით იმრებით იმუქრება, მესიჯი ნათელია. თეირანი არ სურს მხოლოდ ისრაელსა და შეერთებულ შტატებზე ზეწოლა, არამედ სურს ცეცხლი წაუკიდოს სპარსეთის ყურის მარშრუტებს და ვაშინგტონის სტრატეგიულ მოკავშირეებს უკანა კარიდან დაარტყას. დონალდ ტრამპმა ეს ლოგიკა მანამდე შეამჩნია, სანამ ის საბოლოოდ ჩამოყალიბდებოდა. ირანს ერთდროულად სამი სვლა სურდა. ომანი პოლიტიკური საფარად გამოეყენებინა. ჰორმუზის სრუტე როგორც მოსაკრებლის ამოღების პუნქტი, ხოლო ჰუსიტები როგორც სამხედრო მუქარა. ეს კომბინაცია ხომალდების შეჩერებას, ფასების ზრდას, ამერიკელი მოკავშირეების დაძაბვას და ვაშინგტონის შანტაჟის ქვეშ მოლაპარაკებაზე იძულებას შეძლებდა. ტრამპის პასუხი იყო მეორე მხარეს შიშის დათესვა, გაფრთხილებით, რომ შეერთებული შტატები არ მიიღებდა ირანულ გადასახადს და არც რეგიონულ პარტნიორს, რომელიც ამ სისტემას ნორმალურ სახეს მისცემდა. მაგრამ ირანის სტრატეგია ასევე სისუსტეს აჩვენებს. უსაფრთხო რეჟიმს არ სჭირდება საზღვაო გადასახადის ამოღების დამალვა ახალი ავტორიტეტის უკან. არ სჭირდება ომანის დაძალება, რომ ზომიერად გამოიყურებოდეს. არ სჭირდება საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მუქარა იემენში მყოფი მილიციების მეშვეობით. ირანი ცდილობს ეკონომიკური თავისუფლების დაკარგვა ირიბი ომით ანაზღაუროს. ის ცდილობს რეალური ძალაუფლება გააცვალოს გაანგარიშებულ ქაოსში. მოძრაობა ომანში ასევე აჩვენებს ძველი შუამავლობის პოლიტიკის პრობლემას ახლო აღმოსავლეთში. დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი ლიდერი ფიქრობდა, რომ ყველასთან საუბარი, ყველასთვის გულისმოგება და არაფრის გადახდა შეიძლებოდა. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეს დრო დასრულდა. ვინც ირანს სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება, ყურადღების ცენტრში ექცევა. ვინც ჰორმუზში გადახდას ამარტივებს რისკის ქვეშაა. ვინც ნეიტრალიტეტს რევოლუციური გვარდიისთვის ხიდად აქცევს, მხოლოდ შუამავალი აღარ არის და პრობლემის ნაწილად იქცევა. ომანის პორტი მინა ალ-ფახალი ასევე მოხდა ბაზრის ყურადღების ცენტრში ამ პარასკევს. მას შემდეგ რაც გავრცელდა ცნობები შესაძლო შეფერხებაზე ნაომის ადგომებთან ახლოს. ომანმა განაცხადა, რომ ოპერაციები ჩვეულებრივ მიმდინარეობს და ამის დადასტურების შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა. თეთრი სახლი იცის, რომ ირანი ცდილობს ყოველი საზღვაო კრიზისი მოლაპარაკების საგნად აქციოს. თუ გემები დაუცველია, ნავთობის ფასი იზრდება. თუ ნავთობის ფასი იზრდება, ამას გლობალური ეკონომიკა გრძნობს. თუ ეკონომიკა გრძნობს, მთავრობები ზეწოლას იწყებენ შეთანხმებაზე. ისინი ამ ციკლზე დებენ ფსონს. ტრამპი ცდილობს ეს ციკლი დაარღვიოს, ფულის მოჭრით, გადახდის სტრუქტურის დასჯით და ომანის წინასწარ გაფრთხილებით. სანამ სულთანატი დიპლომატიურ ფარად იქნება გამოყენებული. შემდეგი ნაბიჯი სამ ფრონტზეა დამოკიდებული. პირველი ისაა, რომ ომანმა ირანის წინადადებისგან რეალური დისტანცია დაიცვას და დაამტკიცოს, რომ მისი ნეიტრალიტეტი არ იქნება გამომოყენებული რევოლუციური გვარდიის დასაფინანსებლად. მეორეა, ირანმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ამერიკული გემების პროვოცირებას ომანის ყურეში, მაშინ როცა ეკონომიკურ სივრცეს კარგავს. მესამეა, ჰუთების როლი, რომლებიც შეიძლება ჰორმუზში დაპირისპირება ორმაგ კრიზისად აქციონ, წითელ ზღვასა და ყურეში. თუ ეს ფრონტი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე გაიხსნება, ომი მხოლოდ საზღვაო ზეწოლა აღარ იქნება და რეგიონულ ალყად გადაიქცევა. ვაშინგტონს არ სურს, რომ თეირანმა დაადგინოს ზღვის წესები, ამიტომაც იყო რეაქცია ასეთი მკაცრი. ეხლა კრიზისი ომანს რთული არჩევანის წინაშე აპენებს. დარჩეს პატივცემულ შუამავლად, თუ მისცეს თეირანს საშუალება, თავისი პოზიცია დროის მოსაგებად გამოიყენოს. საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიც აკვირდებიან რისკს, რომ ჰუთების ფრონტმა შეიძლება კვლავ გაააქტიუროს თავდასხმები, რომლებიც კონტროლირებადაც ჩანდა. ირანი ცდილობს რეგიონის შიშის თამაში ჩართოს. დონალდ ტრამპმა უპასუხა მაქსიმალური ზეწოლით, რათა ჰორმუზის სრუტე გადასახადად არ იქცეს, ომანი ფარად არ გადაიქცეს და ჰუთები სპარსეთის ყურის წინააღმდეგ შანტაჟის ახალი იარაღად არ იქცნენ. მე ვარ მილსონ ალუესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოს სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. მოიწონე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალუესის საზოგადოებაში.